ეს უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება შემისწოროთ 100 მახსოვ და სამწუხაროდ ეს პრობლემა ისევ დადგა იმ 70 წლიანი საბჭოთა პერიოდის მერე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი განათლებას იღებდა, მაგრამ ეს განათლება იწყებოდა და მთავრდებოდა დიპლომით. არის ეს პრობლემა ქვეყანაში, კადრების პრობლემა არის ქვეყანაში. კია ყარყარაშვილი ხო არის სამზარეული კადრი. ართალია ის ადამიანია, ნებისმიერი ადამიანი იმ დარბაზში ის და დარბაზის გარეთ 30 და უნდა განახეთქე. იქნება ალჟერ უფრო კომპეტენტური. მე მათო ახალაია. თავდავდა და კარგად უცნობ ძალი. ალჟერ უფრო კომპეტენტური ვიდრე კეზერაშვილი. ნებისმიერ სფეროში. სამხედრო საქმეში, ფინანსების საქმეში და სუგუნებად სადაც მუშაობდნენ გას. აი ეს არის ამასთან საკადრო პრობლემა, რომ მაგაზე უკეთესი ვერ იპოვეთ. ამაზეა ლაპარაკი. ანუ ყვირის ეს ხალხი ასე ვთქვათ, აი მაგათი სახელები ამ შემთხვევაში. ამაზეა რა. ხალხი არაკომპეტენტურობა ცილდება ისეთ ზღვას, სადაც არ არის საჭირო ექსპერტის შეფასება. პოლიციელი რომ არ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, გენშტაბის უფროსი, ეხლა არ უნდა ამას დიდი სამხედრო ექსპერტები. თავისთავად მე გამიგია რომ კარგი პოლიციელი. კარგი სპეციალისტი. რაც მე სამხედრო სფეროზე ბევრი გამიკითხავს მეც, მაგრამ არ თვლი თავ სამხედრო ექსპერტად. იმიტომ რომ ამას სხვა განაცხადება, მაგრამ ის თქვა მინდა რომ გენშტაბი რომ გაზარდო წლები გჭირდება თუ არა 100 წლეულები. თურქეთის არმიაში რომელიც ეს ამერიკაში გერმანიაში უფრო კვალიფიციური რამდენი ოფიცერი დავასრულებ ჩემს თურქეთის არმიის პროფესიონალიზაცია თუ გადაწყობა დასავლურ სტანდარტებზე მე-19 საუკუნის შუაში დაიწყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს მთელი გენშტაბი იყო გერმანელი ოფიცრები დაკომპლექტებული, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რთული დონე. მაგას ვერ შექმნი რამდენიმე კურსი. მაგრამ ნიკოლაევსკაზე რამდენი უფრო კვალიფიციური ადამიანი ხო? კადეტთა კორპუსი რო გაუქმოთ ეს რა იყო? აი თქვენ რასაც ამბობთ ხო? ხანგრძლივობა ჭირდება. მე ზუსტად მაგას გეუბნებ, 9 თვიანი ოფიცრები რო არ არსებობენ. კადეტების კორპუსი რო გაუქმეთ რა იყო ეს? გამაგებინეთ რა, კადეტი ხო რა არის? მომავალი ოფიცერი. რომ გამოყარეთ ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა ქუჩაში. ამაზე საუბარი მეზე არაფერი დავით მინდა აი კრიჭაში კი აი მე აი წმინდა ადამიანურად მაინტერესებს რა დავანებოთ ახლა ჩვენს გამართა აი რა ღირს თუნდაც ერთი აღიარება აი რო თქვა ახლა რომ კი ბატონო მართალი ხარ არ უნდა ყოფილიყო აი ისე მეუბნები რომ ეხლა სპეციალისტი იყო დიპლომატიის დედოფალი რა მე საქართველოში არ არია ეგ არის ინსტიტუტი საქართველოში არ არის ან დიპლომატია. ჩემი სიტყვების ინტერპრეტირებას ახდენ. არა, შემოგარგო რა, არანაირი თანაგუნდელი არ გააზრდა. ვარსკვლავია დიპლომატია. არა, ისა დავით რა, მე არ კრიჭაში არ გიდგევარ ხო, გეუბნები, აი ჩვენ ვხედავთ ახლა და საუბრობთ ამ ქვეყნის ბედიღბალზე. არანაირი პიროვნული ჩვენ შორის არ არსებობს, ხო? მე მგონი გამეთანხმები. აქ არის ქვეყანაზე საუბარი და არაკომპეტენტურობამ, ანუ ქართულად კარგი სიტყვა, უწიგნურობამ. ალეკა ეს ხელისუფლება აქცია უწიგნურობა. ქართლის ცხოვრებაში არის ასეთი ძალიან საინტერესო ტერმინი რა. უმეცრად უსამართლო. უსამართლობა მოდის უმეცრებისგან. შემოკარგებო, გაიგეთ ეს რა. არ შეიძლება. კენდერაშვილზე კი არა, მთელ აი ვინც აკავთ უმაღლესი ოფიცრობა, თითოეულა გამონაკლისის გარდა გარტყმუნებ დათო. შეგვიძლია ჩვენ ამის გაკეთება თუ მოვიდომეთ და თქვენგან თუ სურვილი იქნება. მე პირადად გაჩვენებთ როგორი არაკომპეტენტურები არიან ისე. საქართველოში ტანკები არ ჭირდებოდა და მსუბუქი შენაერთები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჭირდებოდა. ამას რა თუნდა ბევრი საუბარი. სენატის ბაზიდან რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გაიტანეს რუსებმა ისე რომ არ გამოგვიყენებია ჩვენ ამას რა თუნდა ბევრი საუბარი. რა თუნდა ამას ბევრი საუბარი, რაზე ვკამათოთ ჩვენ. კენდერაშვილი გაუშვით სახში თუ თავღაც უმზადეთ ახლა ელჩობას. ციხეშია დასასვლელი კაცო. დანაშაული კაცო, როცა პორტარტური აიღეს იაპონელებმა გაიმარჯვეს ხო პორტარტურთან. იაპონელების სარდალმა ხარაკერი ჩაიტარა რომ 55,000 იაპონელი ჯარისკაცი შესწირა. ღირსების გზნობა მაინც არ აქვს კაცო. ღირსება ხო რა არის? კონტრაბანდა ხო არ არის მართლა ამ ქვეყანაში? შეურაცხყოფის ზღვარზე ნუ გადავალ. შეურაცხყოფის ზღვარზე არ გადავსულოთ და ღირსების გრძნობა მე პირადად მაქვს და ასევე ეჭვი არ მეპარება რომ რაში გამოიხატება ღირსების გრძნობა გააქვს, მაგრამ
ამაზე როცა ვსაუბრობ ჩვენ, კიდე მიმწიცებ რომ არა კაცო, აი კადრები არ ყავდა თურქეთს, ოსმალეთის არმია, შემოკარგო პირველი ოსმალეთის მაგალითად იაპონიის მოგწონს, მაინც ისტორია თუ ასე არის საუბარი ოსმალეთის არმიას გერმანელებს არ ლობდნენ. ხალიფოვის ოპერაცია რა იყო მაშინ თუ ამაზე აქვს საუბარი? პოლკოვნიკი იყო მაშინ აფათურქი. რომ იგერები ბრიტანელები არზე მე საუბრობ. ეგ არის კონკრეტულად ტაქტიკური რეკლამა უნდა გაუწია. საქმიანობა და არა გენშტაბი. კაცი ვერ მოძებნა ეკაცე ნაომარი. 15 პელე ომობს ეს ქვეყანა და კაცი ვერ მონახეთ ვინ სამხედრო საქმე იცის ეს კაცო. არა, მეუღლები ძალიან ბევრია, მაგრამ ძალიან ცოტა არის დაგეგმვის სპეციალისტი. აი, ისეთი რომ ვყავდა, საერთოდ სპეციალისტი კი არა, საერთოდ დაგეგმვა სიტყვა არის ის. ხახა კაცო, დაუძახეთ ხოლმე, ხანდახან, კაცო და შეეკითხეთ რა. ხახა კაციტაზე დაუძახეთ ხანდახან და იმას შეეკითხეთ. უკაცრავად რეკლამა უნდა გავუშვათ, აი ჩვენ და საფეთური მივიღეთ რეკლამა და რეკლამის შემდეგ გამოვხდეთ ჩვენ საუბარს და დისკუსიას საუბარს. პროგრამა ბარიერი. პროგრამა ბარიერი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში კვლავ ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ შეკლავად რეკლამის დროს დააწყდა დისკუსია. ხალბატონ ჩიორა ჩივის რომ ჩემი უფლებები ილახებაო და ბალანსის ირღვევა მათ შორის გენდერული და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ხალბატონ ჩიორა ჩვენი მოსაზრებები. ამ გადაცემაში ჩემი მოსვლის მიზეზი სწორედ ის იყო რომ ძალიან მოხარული ვიქნები თუკი ჩვენ შორის შედგება კონსტრუქციული საუბარი თუნდაც კამათი ცალკეულ თემებთან დაკავშირებით დესტრუქცია ჯერჯერობით ადგილი არ ქონია. დავასრულებთ ეს. განსხვავებული აზრი არ ნიშნავს დესტრუქციას. გადავიდეთ მომავალზე. დავასრულებთ შეიძლება. ამ იმედით ვარ მოსული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გადაცემის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ რომ ამ საკითხებზე შევთანხმდეთ. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი ეს არის ჩვენი ყოფის აუცილებელი შემადგენელი ელემენტი და არ ამგონია ამასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა არსებობდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ასევე ალბათ სხვისი აზრის მოსმენას და დიდი მადლობელი ვიქნებით თუ ეს მომცემთ ახლა საშუალებას. განათლების საკითხი იქნა წინ წამოწეული იმასთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს ქვეყანას ამის გამო. ნამდვილად გეთანხმებით რომ ეს შეიძლება ძალიან ძირეული პრობლემა იყოს და არის ქვეყნისათვის და შეგახსენებთ რომ ეს არის შედეგი სწორედ იმ 70 მეტრიანი საბჭოთა წყობილებისა, ხო, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა და რომლიდანაც ჩვენ გავთავისუფლდით. და სწორედ განათლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი არის ალბათ ისიც რომ ჩვენ ვიცით რა არ ვიცით და მე ვიცით გასწავლებული ხარ რომ ვიცით რა არ ვიცით. მე იმედი მაქვს რომ შესაბამისი გამგები კარგად გაიგეთ. ასე რომ მინდა ახლა ვილაპარაკოთ იმაზე რას ველით ჩვენ დღეს როგორც ერთ-ერთი მოქალაქე საქართველოსი, მაგრამ ამავე დროს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი მომავლისაგან. ბატონმა თათომ ძალიან სწორი შენიშვნა გააკეთა, როდის ვისაუბრებთ მომავალზე. ჩვენ ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ წარსულზე. არა მარტო დღეს, არამედ ხვალ, ძეგ და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მომავალი თაობები შეაფასებენ. იმას თუ რა მოხდა საქართველოში აგვისტოში თუ მანამდე თუ რა ძალთაჭიდილი იყო. ეს ხომ ნამდვილად არ არის რუსეთსა და საქართველოს შორის ჭიდილი. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის განსაკუთრებით ისტორიკოსებმა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსთან მიმართებაში ეს იყო ძალიან კაცრი განაცხადი რუსეთისა მთელი დასავლეთის მიმართ, მთელი დასავლური ღირებულებების მიმართ, მათ შორის იმ ღირებულებების მიმართ, რომელმაც დღეს ჩვენ აქ გაგვაერთიანა, ხო, დემოკრატიული პლურალისტური ღირებულებების მიმართ. სწორედ იმის გამო, რომ რუსეთს არ შეუძლია იმის დაშვება და ატანა, რომ კავკასიაში არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც მიმართული არის სწორედ აი ამ დემოკრატიული ღირებულებებისათვის, სწორედ ამან გამოიწვია საბოლოო ჯამში ისეთი ესკალაცია საქართველოში, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაანახა დღეს რუსეთის საფრთხე. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რა მივიღეთ და რა შედეგი მივიღეთ, თუნდაც აგვისტოს მოვლენებიდან, ეს შედეგი არა მარტო საქართველომ, არამედ მთელმა მსოფლიომ მიიღო. შედეგი არის ის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა რეალურად რა როლში არის საქართველო, მთელმა მსოფლიომ დაინახა ვინ არის რუსეთი და რა აგრესია არის საბუდებული ამ ავტორიტარულ ქვეყანაში.
რომელიც რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდება საქართველოსი თუ რუსეთს შესაბამისი პასუხი არ გაეცა. ვინ იქნება შემდეგ?